რატომ არ იყო უკრაინის პრეზიდენტის 60 წლის იუბილეისადმი მიცნულ წვეულებაზე მიხეილ სააკაშვილი? უკრაინული პრესა წერს, რომ სააკაშვილი კიევში მაშინ გამოჩნდა, როცა მას იქ არავინ ელოდა. ასეთი მაღალი რანგის სტუმარს აეროპორტშიც კი არავინ დახვედრია. მართალია იანუკოვიჩის დაბადების დღეზე ვერ მოხვდა, მაგრამ იყო თბილის შეხვედრა ბელორუსის პრეზიდენტთან. ვიზიტების ფესტივალი თბილისში და ნაციონალური მედიის ყურადღების მიღმა დარჩენილი საქართველოს პრეზიდენტის მოგზაურობა უკრაინაში. დიანა ტრაპაიძე კი ამბობთ. ნახეთ, ამ კვირაში მარტო რაც ხდება, თითქმის ფესტივალია ჩვენთან საერთაშორისო აქტიურობის. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფესტივალი შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის სტუმრობით დაიწყო. მერე იყო სიკორსკი, კუშნერი, ეშტონი, ასელბორნი, ტიგიპკო და როგორც ამბობენ, გაგრძელება იქნება. ყველა ეს ვიზიტი მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა. გამოცხადებულ საშინაო ფესტივალს წინ იმპროვიზირებული საგარეო ტურნე უძღოდა. ჩვენ მოგიყვებით ვიზიტზე, რომელზეც თითქმის არაფერი თქმულა. უკრაინის პრეზიდენტის 60 წლის იუბილეს აღნიშნავს. გრანდიოზული ბანკეტი კიევთან ახლოს, ზალესიეში იმართება. იანუკოვიჩის დაბადების დღეს რუსული ესტრადის ვარსკვლავები ულოცავენ. 9 ივლისის ბანკეტს დსთ-ს წევრი ქვეყნების ლიდერებიც ესწრებიან. არაფორმალურ ღონისძიებაზე სტუმრობის დასწრება პროტოკოლის მკაცრი დაცვით ხდება. დარიგებულია მოსაწვევები და დანომრილია მანქანები. მოსაწვევის გარეშე ბანკეტზე მოხვედრა შეუძლებელია. სუფრას მოსკოვის მერი თამადობს. იუბილარი კი მეუღლესთან ერთად ცეკვავს. საქართველოს პრეზიდენტმა უკრაინის პრეზიდენტის დაბადების დღე პირადად მიულოცა. მიხეილ სააკაშვილი ვიქტორ იანუკოვიჩის იუბილესთან დაკავშირებით კიევში იმყოფებოდა. უკრაინის პრეზიდენტი 60 წლის გახდა. პრეზიდენტების შეხვედრის დროს, რომელიც უკრაინული მხარის ინიციატივით გაიმართა, მიხეილ სააკაშვილმა და ვიქტორ იანუკოვიჩმა ქართული ნაციონალური არხების ცნობით სააკაშვილი კიევში მასპინძლის მიწვევით ჩავიდა. უკრაინული პრესა კი წერს, რომ საქართველოს პრეზიდენტს კიევში არავინ ელოდა. ანა გერმანი პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი. ჩვენ შემთხვევით გავიგეთ, რომ სააკაშვილი ჩამოვიდა. ვიქტორ იანუკოვიჩს ქართველი კოლეგისთვის მოსაწვევი არ გაუგზავნია, თუმცა ის მას აუცილებლად მიიღებს. მასპინძლები სხვაგვარად არ იქცევიან. ეს სტუმართმოყვარე ქვეყანაა და სტუმრებს არ აგდებენ. პარტია რეგიონების სპიკერი ამბობს, რომ სააკაშვილმა ურთიერთობის გამოსასწორებლად ყველაზე კარგი ფორმა მონახა. Власть поменялась, нужно дружить, потому что он сам понимает, что остался никому не нужный и изгоев как в Европе, так и Украина. Поэтому поговорил, а надо искать контакт. На день рождения можно сделать неофициально. იყო თუ არა პრეზიდენტი მიწვეული კიევში ამ კითხვით ჩვენ პარლამენტის თავმჯდომარეს მივმართეთ. იმ ინფორმაციით, რაც მე მაქვს, რა თქმა უნდა, მიწვეული იყო. და ის ფაქტი, რომ შეხვედრა შედგა, თავისთავად ადასტურებს ამ მოწვევას. მოქმედ სპიკერს არ ეთანხმება პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე. ნინო ბურჯანაძე ფიქრობს, რომ სააკაშვილის ხელისუფლება პოლიტიკური შეცდომების გამოსწორებას პროტოკოლის დარღვევით ცდილობს. თქვენ მე ვერ მომიყვანთ ვერც ერთ მაგალითს მსოფლიო დიპლომატიის და პოლიტიკის ისტორიიდან, როდესაც ან თუნდაც ყველაზე დემოკრატი პრეზიდენტი, ან თუნდაც ყველაზე დიქტატორი პრეზიდენტი, ესე მეორე სახელმწიფოს პრეზიდენტს დაუპატიჟებლად მიადგა, ისე რომ პრაქტიკულად აეროპორტში არ იცოდნენ ამის თაობაც. ამას ლოგიკური გაგრძელება მოყვა, მე რამდენადაც ვიცი, არანაირი შეხვედრა, ყოველ შემთხვევაში სერიოზული შეხვედრა არ ყოფილა. ის არ ყოფილა მიპატიჟებული ბანკეტზე, სადაც იყვნენ მიპატიჟებული რამდენიმე სახელმწიფოს მეთაური და ნაცვლად პრეზიდენტებთან ერთად საბანკეტო საღამოზე ყოფნისა ის ერთობოდა რომელიღაცა ღამის კლუბში. რამდენიმე უკრაინული გაზეთის ცნობით იანუკოვიჩთან ხანმოკლე შეხვედრის შემდეგ სააკაშვილმა კიევი დატოვა, თუმცა კომსომოლსკაია პრავდას კორესპონდენტი წერს, რომ იმავე საღამოს საქართველოს პრეზიდენტი ერთ-ერთ ელიტარულ ღამის კლუბში ნახეს. Михаил Саакашвили прибыл в клуб с небольшой компанией ближе к ночи. На танцпол он так и не вышел, а предпочел столик на летней террасе, где есть возможность пообщаться в спокойной обстановке. Еду компания грузинского президента не заказывала, как говорят официанты. Вместо этого неспешно потягивали легкие коктейли. Вот. უკრაინის პრეზიდენტის იუბილე ორ ნაწილიანი იყო. არაფორმალური ბანკეტი ზალესიეში და
ნეფორმალური დსთ-ს ლიდერების შეხვედრა იალტის ლივადიის სასახლეში. 10 აპრილის სამიტის კადრები უკრაინის პრეზიდენტის საიტზე დევს. ოფიციალურ ვებგვერდზე საქართველოს პრეზიდენტის გვარი არსად ფიგურირებს. თბილისში კიეურ ვიზიტს ერთგვარად არაფასებენ. მთავრობის ყოფილი წევრი გიანოდია ამბობს, რომ უკრაინა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია და ამ ქვეყნის ლიდერისთვის იუბილეის ალოცად დაპატიჟება აუცილებელი არ არის. მე არ ვიცი ახლა პროტოკოლური დეტალები იანუკოვიჩის და სააკაშვილის შეხვედრისა, მაგრამ ის ვიცი, რომ საქართველოსთვის საერთოდ მნიშვნელოვანია, რომ კარგი ურთიერთობა გქონდეს უკრაინასთან. გასაგებია, რომ ისევ იანუკოვიჩსა და სააკაშვილის შორის ვერ იქნება იმგვარი სიახლოვე, რაც თქვა სააკაშვილო და იუშენკოს შორის. დაუპატიჟებელი სტუმარის საქართველოს პრეზიდენტის სტუმრობიდან მეორე დღეს უკრაინის მედიაში ბევრი ასეთი სათაური გაჩნდა. ახლა კიევში ჟურნალისტები იმის გარკვევას ცდილობენ, რა დაუჯდა იანუკოვიჩს გრანდიოზული ბანკეტი და ვისგან რა საჩუქრები მიიღო. ერთ-ერთი გაზეთის ცნობით, სააკაშვილმა იუბილარს ფაფახი და ხანჯალი უსახსოვრა. უკრაინული პრავდა წერს, რომ მე-60 წლის აღნიშვნა იანუკოვიჩს საკუთარი ჯიბიდან 1 მილიონი ევრო დაუჯდა, მაშინ როცა მისი წლიური შემოსავალი შარშან მხოლოდ 235,000 ევრო იყო. И действительно, если есть европеизированная нация, то это Беларусь, конечно. ბელორუსის ტელევიზიით ბელორუსის ევროპულობასა და ევროპის ხარვეზებზე საქართველოს პრეზიდენტმა 2 დღის წინ ისაუბრა გადაცემაში აქტუალური ინტერვიუ. Знаете, в Европе тоже не все идеально. А если бы там разные вещи, конечно, я бы не идеализировал Европу. И мы прекрасно знаем, что там разные интересные, разные оценки. ამ ინტერვიუს შემდეგ NTV ეთერში მამა და ნათლი მამას მეორე სერია გაუშვა. პროპაგანდისტულ ფილმში ალექსანდრ ლუკაშენკოს მოსკოვი ევროპის უკანასკნელ დიქტატორს უწოდებს და ოპონენტების ფიზიკურ განადგურებაში ამხელს. ფილმის ავტორები ბელორუსის პრეზიდენტს სამეგობრო წრის გამოცდას წინიან. Скажи мне, кто твой друг, и я скажу, кто ты. У президента Беларуси сегодня друзей очень немного. Среди них Михаил Саакашвили и бывший президент Киргизии Курманбек Бакиев. Саакашвили ლუკაშენკოს უკრაინაში ყირიმში შეხვდა. ცნობები ამ შეხვედრის შესახებაც მწირია. ზოგადი ინფორმაცია საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალურ საიტზე ცდებს, თუმცა ამ შეხვედრას არ იმჩნევს ბელორუსის პრეზიდენტის ვებგვერდი. ქართველი პოლიტოლოგები ამბობენ, რომ ლუკაშენკოსთან დაახლოება ორი ქვეყნის ლიდერის იდეოლოგიურ ნათესაობას არ გულისხმობს და რომ ეს კავშირი მხოლოდ პრაგმატული პოლიტიკის ნაწილია. თქვა წმინდა ღირებულებებზე დამყარებული ან იდეოლოგიაზე დამყარებული მოქმედება იყო, როდესაც თქვა იგივე სააკაშვილის მაშინ ახალგაზრდა ხელისუფლება რაღაცნაირად მხარს უჭერდა ოპოზიციას ბელარუსში, ხო? იმიტომ რომ ეს რაღაცაი საერთო ღირებულებებს ემყარებოდა. ლუკაშენკოსთან ურთიერთობა ცხადია, ვერ დაემყარება საერთო ღირებულებებს, მაგრამ არსებობს კონკრეტული საერთო ინტერესები და ის ემყარება ამ კონკრეტულ საერთო ინტერესებს. აგვისტოს ომის შემდგომ ბელორუსის როლი და მნიშვნელობა საქართველოსთვის შეიცვალა და ისევ და ისევ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის არცნობის კონტექსტიდან გამომდინარე ეს მნიშვნელობა ესე ვთქვათ სერიოზულად გაიზარდა. როგორც ჩანს, ლუკაშენკოსაც ჰქონდა თავისი ინტერესი საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის. შესაძლოა ისიც ეძებს ერთგვარ ხიდს დასავლეთთან სააკაშვილის სახით. პოლიტოლოგებისგან განსხვავებით განსხვავებულია პოლიტიკოსების ხედვა. დავით ბაქრაძე ამბობს, რომ ბელორუსის საერთაშორისო სამართალს იცავს და კარგად იქცევა. თუნდაც მხოლოდ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის არაღიარების გამო. ბურჯანაძე კი დარწმუნებულია, რომ ლუკაშენკოსთან მეგობრობა მორიგი პროვოკაციაა.